განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ყველაზე უფრო არსებით, ზოგადი კუთხით და ნიშანდებითი თვალსაზრისით მეოთხე საუკუნის პირველ ნახევართან დაკავშირებით. შეძლებს დაგვარად ეს ნიშანთვისებანი რაღაც ერთმთლიანობად წარმოვსახეთ, რომ გარკვეულობა და შთაბეჭდილება ამ შემთხვევაში მსმენელისა ადეკვატური ყოფილიყო იმასთან, რასაც ეს ეპოქა გულისხმობს. გულისხმობს თავისი დროისთვისაც და მომავლისთვისაც, მათ შორის დღევანდელობისთვისაც. ამჯერად ჩვენ კვლავ კონკრეტულ განხილვებს განვაგრძობთ, კონკრეტულ მოღვაწეებზე, ამა თუ იმ კონკრეტულ შრომაზე, სწავლებაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დავიწყებთ მოძღვრების კუთხით, თუ რა სირთულეები წარმოიქმნა მართლმადიდებლური სწავლების წინაშე ამ პერიოდში და ეს სირთულეები როგორ იქნა დაძლეული. ისედაც კარგად არის ცნობილი, ეს ხსოვნაში იმდენად მყარად შემორჩა, რომ დღესაც თითქმის ყველასთვის ცნობილია ამ პერიოდის, ამ ეპოქის ყველაზე დიდი გაუკუღმართება მოძღვრებითი ასპექტით, ეს გახლავთ არიანული ცრუსწავლება, არიანული მწვალებლობა. ამ ქვეყნიური ჟამით მარადიულად დაკავშირებული არიოზის სახელთან. თუმცა, როგორც შემდეგში ჩვენ განმარტებული გვექნება, არიოზი მაინც არ გახლდათ მისგანვე ნაქადაგები წვალების ყველაზე გაბედული და ყველაზე არგუმენტირებულად დამსაბუთებელი წარმომადგენელი. ესე იგი პიროვნება, რომელიც ყველაზე დიდი წვლილი შემტანი უნდა ყოფილიყო თითქოს ამ ერესის დამკვიდრებაში, გავრცელებაში და დასაბუთებაში. ერთი შეხედვით ეს ვითომც და არიოზია, მაგრამ სრულიად აშკარად ჩანს, რომ არიოზი თვითონაც მიდრეკილი ამ მწვალებლობისკენ ფაქტობრივად სხვისი მოძღვრების, სხვისი მიზანდასახულობის ნაწილი იყო, გამოყენებული იარაღად, მაგრამ გამოყენებული არა იმ გაგებით, რომ თითქოს მას რაიმე პასუხისმგებლობა სცილდება. უბრალოდ თვითონაც ამის მომხრე იყო, მაგრამ მისი მონაცემები ასეთი დიდი მასშტაბის გაუკუღმართებისა და დიდი მასშტაბის დაპირისპირების განხორციელებას, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ შეძლებდა, ამიტომ თვითონვე იყო მოწადინე იმისა, რომ გამოჩენილიყო ვინმე მძლავრი წინამძღოლი ამ რაღაც ახალი გაუკუღმართების ზმანებითი წესით თითქოს და ახალი ეკლესიის, არიანული ეკლესიის დასაფუძნებლად და მისთვის ისიც, როგორც ჩანს, დიდად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ სახელი სწორედ მისეული დაუკავშირდა და შერჩა ამ მიმდინარეობას. თორემ კვლავ აღნიშნავთ, არიანელობის ყველაზე დიდი წარმომადგენელი გახლდათ ევსები ნიკომიდიელი, რომელიც ფაქტობრივად არც არის ცნობილი, შეიძლება ითქვას დღესდღეობით მაგალითად ამ პიროვნების შესახებ არაფერი არ იცის, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს პიროვნება, ესე იგი ევსები ნიკომიდიელი, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი შესანიშნავად ამბობს, არიანული ერესი, არიოზისგან ნაქადაგები წვალება იმ პატარა დაბაშივე, სადაც ის მღვდელი იყო ბაუკალისის ეკლესიის შემოგარენშივე, იქნებოდა აღმოფხრილი და იმის ფარგლებს არ გაცდებოდა. მაგრამ ასეთი უზარმაზარი და გლობალური მასშტაბები აღნიშნულ გაუკუღმართებას შეძინა სწორედ ევსები ნიკომიდიელმა. მაგრამ ასეა თუ ისე, ამ ცრუსწავლებას არიოზის სახელი განუყრელად დაუკავშირდა და განვიხილავთ რა მას, ესე იგი ამ მწვალებლობას, ცხადია პირველ რიგში საკუთრივ არიოზზე უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ჩვენ ადრეც აღნიშნავდით, რომ არიოზი, ასე ვთქვათ, საეკლესიო ასპარეზზე ჩნდება მეოთხე საუკუნის დამდეგს 312-313 წლებში, იმ წელიწადს, როდესაც ალექსანდრიის ეკლესიას წინამძღვრობდა და ეპისკოპოსობდა აქილა ალექსანდრიელი. მის დროს და მისი ნებართვით ხდება არიოზის შემოსვლა მელეტი ლიკოპოლელის სქიზმიდან ალექსანდრიის ეკლესიაში. ჩვენ მელეტიანელთა სქიზმაზე უკვე ვიმსჯელეთ, მას აღარ დაუბრუნდებით, მაშინაც აღნიშნეთ ეს ფაქტი. ამჯერად მხოლოდ შეგახსენებთ, რომ არიოზი სწორედ მელეტიანელთა სქიზმის წარმომადგენელი გახლდათ. და როგორც შემდგომ უსაყვედურებდნენ აქილას, ამის გამო, ამგვარი წარსულის გამო, მას მეტი სიფხიზლე უნდა გამოეჩინა არიოზის მიმართ. წარსულს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი იცვლის ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, თავის წინარე მდგომარეობას, ფიქრებს, აზრებს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. ეს შეიძლება ფარისევლურადაც ხდებოდეს და უდიდეს წილად ასეა,
ხოლო თუ ჭეშმარიტად მართლაც მოხდება ადამიანისგან თავისი ძველი ცხოვრების თლიანი შეცვლა, ეს ღვთის წინაშე ყოველთვის შერაცხილია და არც აუცილებელი კაცთაგან ამის შესახებ რაღაც ფართო უწყება იყოს. ამიტომ არიოზის მიმართ კვლავ გავიმეორებთ აქილას ეპისკოპოსს მართებდა მეტი გულმოდგინების გამოჩენა, უფრო შემოწმება ამ პიროვნებისა, ვიდრე ალექსანდრიის ეკლესიაში შემოუშვებდა მას. ამ ერთი წელიწადის შემდეგ, ესე იგი 313 წლიდან ეპისკოპოსობს ღირსეული მოღვაწე წმინდანი, მრავალ კალენდარში წმინდანად აღიარებული, თუმცა მე რამდენადაც ვიცი ჩვენს დღევანდელ კალენდარში მისი ხსენება არ არის, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოღვაწე წმინდა ალექსანდრიელი, რომლის მოღვაწეობასაც წილად ხვდა და ეს პასუხისმგებლობა მას დაეკისრა, რომ პირველი წინააღმდეგობა გაეწია არიანული შემოტევისთვის. მან ეს უაღრესად ღირსეულად აღასრულა, თუმცა ისეთი დიდი ძალები იყო ჩართული ამ ბოროტებაში, რომ წმინდა ალექსანდრიელის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, დამაგვირგვინებელ შედეგს ჯერ ვერ გამოიღებდა. არათუ მაშინ, არამედ მთელი 10 წლების მანძილზეც კი არიანელობა ისე ბობოქრობდა და ისე მძლავრობდა, რომ მან ფაქტობრივად ყველაზე უფრო ცენტრალურ რეგიონებში და მათ შორის კონსტანტინოპოლში მთელი ეკლესია დაიპყრო. ასეთი შინაგანი მობილიზებისა და წინასწარი მომზადების ერეს, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მასშტაბური მოღვაწე ყოფილიყო, წმინდა ალექსანდრე ვერ დაუპირისპირდებოდა. მასზე უფრო გაცილებით ცნობილი და სახელოვანი მოღვაწეები, რომელსაც ჩვენ შემდეგ განვიხილავთ, თუნდაც ყველაზე უფრო გამოჩინებული, მათ შორის წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რა თქმა უნდა, ათეულობით წლის მანძილზე დაუღალავად იბრძოდა ამ უღმართობის წინააღმდეგ, მაგრამ სრულყოფილ და აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ მიაღწია იმდენად განტოტვილი იყო არიანელობა უკვე მთელ ქრისტიანულ ოიკუმენაში, ანუ მთელ ქრისტიანულ მსოფლიოში. მაგრამ მართლაც ტოტალური დაპყრობა რომ არ მოხდა არიანელობისგან მართლმადიდებლური მსოფლიოსი, ამის ერთ-ერთი უდიდესი წინაპირობა გახდა სწორედ წმინდა ალექსანდრეს მოღვაწეობა. ის პირველი დაბრკოლება, უძლავრესი დაბრკოლება, რაც მან შეუქმნა ამ ერეს, რომ დაუყოვნებლივ მოეპოვებინა თითქოს და მას, ესე იგი ამ ერეტიკულ მიმართულებას, გამარჯვება. და როგორც ჩაფიქრებულიც ასე იყო. ჩვენ ასეც კი გვეჩვენება ზოგჯერ, რომ ჭეშმარიტების მტრები ჯეროვნად ვერც აფასებდნენ ალექსანდრიელის ძლიერებას, მის მონაცემებს, როგორც მოძღვრისა. როგორც ჩანს, არც მიიჩნევდნენ, რომ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდებოდათ მისგან. ამიტომ ეს პიროვნებები, რომლებმაც წინ და წინ მოიფიქრეს მთელი ეს არიანული შეთქმულება, აბსოლუტურად ასეა და ასე შეგვიძლია უწოდოთ, რომლებმაც ეს წინასწარ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, მყისიერ გამარჯვებაზე იმედოვნებდნენ, აქეთკენ იყვნენ მსწრაფველნი და თუ ეს ყოველივე დაბრკოლდა და არა მხოლოდ დაბრკოლდა, არამედ მთელი ფრონტი შეიქმნა წინააღმდეგობისა, რაც როგორც ჩვენ წინა საუბარში აღვნიშნეთ, დაგვირგვინდა მიზეთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენით, როგორც გახლდათ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, ყოველივე ეს უდიდესწილად სწორედ წმინდა ალექსანდრიელის მიერ გახლავთ შემზადებული. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, არიანული მწვალებლობა დაწყებული არიოზისგან დაბრკოლებათა მიუხედავად, იმდენად მძლავრი საფუძვლის მქონე აღმოჩნდა, რომ მისი აღმოფხვრა თავის დროზე, როგორც საკმაოდ ადვილად საგულვებელი, აი ეს აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მხრიდან, ესე იგი მართლმადიდებლობის მხრიდანაც და თავისთავად ცხადი არიანელობის მხრიდანაც, რაზეც ნაწილობრივ გვეთქვით, ძალთა შეფასება მთლად მართებულად ვერ მოხდა. მართლმადიდებლობის მხრიდან ამ შემთხვევაში გულისხმობთ თვითონ ალექსანდრიას. ალექსანდრიელს წინ და წინ რომ განეჭვრიტა არიანული მწვალებლობის წინასწარ მომზადებული საფუძვლის გამძლეობა, მას შეიძლება სხვა მეთოდი გამოიყენებინა კონკრეტულად არიოზის წინააღმდეგ, როდესაც მან პირველად დაიწყო ერეტიკული მოძღვრების ქადაგება თავის ეკლესიაში, ბაუკალისის ეკლესიაში, სადაც იგი 318 წელს იქნა გამწესებული, იმავე ალექსანდრესგან. ეს სხვა მეთოდი შეიძლება ამგვარი ყოფილიყო, რომ მას მყისიერად ასეთი გადამწყვეტი ზემოქმედება კი არ მოეხდინა რეაგირება, იმიტომ რომ ეს სწორედ იმ გეგმის ჩანაფიქრში იყო, იმ არიანული შეთქმულების ჩანაფიქრში იყო, მათთვის აუცილებელი იყო აჟიოტაჟი, დიდი ხმაურის ატეხვა და შემდგომ ამ ყველაფრისთვის მათთვის სასურველი კალაპოტის მიცემა. აი ეს იყო ჩანაფიქრი არიანელთა წინამდგომელებისა, ამ ჰერესიარქებისა და ერესიარქებში ჩვენ ნაკლებად შეიძლება როგორც უკვე ვთქვით არიოზი ვიგულისხმოთ,
როგორც ჩანს ეს ყოველივე მაინც დაგეგმილი და მოფიქრებული იყო ევსები ნიკომიდიელის მიერ. მაგრამ ასეა თუ ისე ფაქტოლოგიური მიმდევრობა მონაცემებისა ასეთია, რომ როდესაც 318 წელს მიიღო არიოზმა არიანული ქადაგების შესაძლებლობა, რადგანაც ამ წელს იგი განმწესდა მღვდლად ბაუკალისის ეკლესიაში და მღვდელი უნდა ქადაგებდეს ლიტურგიის ჟამს მოგეხსენებათ, ამ წელსვე იღებს სათავეს არიანული ერესის გამომზეურება, რა თქმა უნდა, იგივე აზრები, როგორც აღნიშნეთ, არიოს გაცილებით ადრე იქნებოდა, სხვებსაც მრავალს და მრავალს, მაგრამ საჯაროდ გამოთქმა ერესისა ამ წლიდან იწყება, დაუყოვნებლივ ეპისკოპოსი ალექსანდრიის რეგიონისა და მთელი ეგვიპტისა ალექსანდრე ამის საქმის კურსში ექცევა თავისთავად ცხადია და მყისიერი და უმკვეთრესია მისი რეაგირებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ არიოზის ცხოვრების მიხედვით შევხედავთ მოვლენებს, მიუხედავად ამგვარი მკვეთრი რეაგირებისა, ყველაფერი ჯერჯერობით მაინც არიანელთა სასიკეთოდ მიდის, იმ ჩანაფიქრის სასიკეთოდ, რაც ხსენებულ მწვალებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაგეგმილი. რომ ხმაური ატეხილიყო. არიოზი თვითონვე იყო მოწადინებული, რომ ის გაეძევებინათ ალექსანდრიის ეპარქიიდან, გაეძევებინათ მღვდლობისგან, ანუ შექმნოდა მას, ესე იგი არიოს დევნილის, ჭეშმარიტების მოწამის სახე, ხიბლი ამისა მას როგორმე შეექმნა საზოგადოების თვალში, ქრისტიანთა თვალში, რომ ამით რაღაცნაირად მისი სახელი ფართოდ გამხდარიყო ცნობილი და მისდამი სიმპათია დამკვიდრებულიყო ხალხში, რომელსაც იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში მაინც არ გაეგებოდა რა ხდებოდა და სად იყო ჭეშმარიტება. მართლაც არიოზი იმ მომენტში, როდესაც ტოვებს ალექსანდრიის ეპარქიას, იგი რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მიაშურებს სირია-პალესტინის რეგიონს, ნიკომიდიას, რომლის წყევსთავარი სწორედ ევსები გახდათ, გზიდანვე უგზავნის ეპისტოლეს, რაღაც ისე დაჩქარებულად ხდება მოვლენები, მათგანვე დაჩქარებულად, მათ მიერვე ინსპირირებულად, რომ ეს გვაძლევს უმტკიცეს საფუძველს ყველაფრისაც, რომ ეს იყო სპექტაკლი, კარგად დადგმული სპექტაკლი, თორემ ასე მყისიერად ყველაფერი დალაგებულიყო და არიოს თავიდანვე ეს ეპისტოლე ასეთი აბსოლუტურად ზედმიწევნითი მისადაგებულობით მოვლენასთან შეედგინა. რა თქმა უნდა, ეს გულუბრყვილობა ჩვენ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი ეს შემთხვევით ხდებოდა. მან გაუგზავნა, როგორც ვეკითხარით, გზიდანვე ეპისტოლე ევსები კესარიელს და ესაა ეპისტოლე, სადაც იგი ხაზგასმულად ხსენებულ პიროვნებას, ესე იგი ევსების, უწოდებს მართლმადიდებელს, ორთოდოქსოს. ორთოდოქს ევსები, ასე მიმართავს იგი, ანუ მართლმადიდებელო ევსები. ეს წერილი შორიდან იმიტომ გაიგზავნა, ხომ ჩავიდოდა არიოზი, რა საჭირო იყო წერილის გაგზავნა ერთი შეხედვით. რამდენიმე დღეში ის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილას და იქ ისაუბრე, მაგრამ მას სჭირდება გზიდანვე წერილის გაგზავნა, რომ ეს წერილი ხელნახელში გადავიდეს და ყველამ შეიტყოს წერილის შინაარსი, ვიდრე ადრესატამდე მიაღწევდეს. ანუ გახმაურდეს მოვლენა ამ გეზით, ამ პროფილით, რომ იდევნება მართლმადიდებლობა. ეს იყო არიოზის და ევსები ნიკომიდიელის განსაკუთრებული ჩანაფიქრი. როგორც ჩვენ შემდეგშიც ვნახავთ, არიანული ერესის წინააღმდეგ ამხედრებული მართლმადიდებელი მოღვაწეები და მათ შორის ყველაზე უფრო გამოკვეთილად წმინდა ათანასი ალექსანდრიელი, აი ამ მომენტზე უსვამენ ხაზს, როდესაც მათ უნდათ რომ წინასწარ შედგენილი ჩანაფიქრის შინაგანი შრეები გამოამზეურონ. ამაზე უსვამენ ხაზს, რომ მათ ნიღბად არიანელებმა მოირგეს მართლმადიდებლობისთვის დევნულობა. თვით არიანელი ერთ-ერთი მიმართულების მიმდევარი თეოგონიოს ნიკიელი და აგრეთვე ეს ორი უკვე ხსენებული ევსები ნიკომიდიელი და არიოზიც, მოგვიანო არიანელებიც, მათ შორის აგაგი კესარიელი და სხვები და უფრო მოგვიანებით კიდევ ევნომიუსი, ყოველთვის ამაზე აკეთებდნენ ანაშკარად ან და არაპირდაპირ აქცენტს, რომ თითქოს და ისინი საუკუნოვანი მოძღვრების ერთგულებისთვის იდევნებიან. საზოგადოებრივ ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პიროვნებას საკუთარი მოღვაწეობის, ან და საკუთარი საქმიანობის, ან და საკუთარი რაღაც დანიშნულების სხვათა წინაშე წარმოჩენა და ავტორიტეტის მოხვეჭა სურდა, ორ მომენტზე აკეთებდა ყოველთვის, როგორც სიტყვიან, გათვლას. ეს უხერხული ტერმინი რომ მოიხმოთ. ერთი იმაზე, რომ ჩვენ გულისხმობთ პიროვნებაზე, რომელიც ჭეშმარიტებასთან ბრძოლაშია და ჭეშმარიტებისგან დაცილებულია, მაგრამ უნდა რომ ავტორიტეტი მოიხვეჭოს. მოიხვეჭდა ორი გზით, რომ თითქოს იგი იდევნება მართლმადიდებლობის გამო და თითქოს იგი იდევნება საუკუნოვანი ტრადიციულად გადმოცემული
მოძღვრების ერთგულების გამო. ეს არსებითად ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცალ-ცალკეა მაინც ეს ორი მხარე ერთი და იგივე შინაარსისა, მათგან ყოველთვის წარმოჩენილი, რომ ორმხრივად მათ მიერ მოპოვებული იქნეს ავტორიტეტი. მართლმადიდებლობისთვის ბრძოლა იგივე ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა და საუკუნოვანი ტრადიციისადმი ერთგულებაც იგივე ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა, მაგრამ რაღაცნაირად ანაწილებენ აი ამ ბრძოლის გარეგნულ სახეს, რომ თითქოს და სხვადასხვა მიზეზით და ორივე ეს მიზეზი უაღრესად დიდ თანაგრძნობას პოულობს, რა თქმა უნდა, ხალხში, რომელიც საქმის კურსში არ არის, აი თითქოს და სხვადასხვა მხრივ მრავალმხრივად იდევნებიან ისინი ჭეშმარიტებისთვის. არიოზისგანაც ეს მხარე მისსავე პირველ ეპისტოლეში სახეზია, რადგანაც იგი ევსების მიმართავს, რომ ჯერ მართლმადიდებლობა იდევნება, იმიტომ რომ მართლმადიდებლო ევსები ასე მიმართავს, საუკუნოვანი მოძღვრების ერთგულებისთვის განდევნილი გავხდი ალექსანდრიიდან და თითქოს იგი მიაშურებს ვინმეს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ვითომცდა ჭეშმარიტებისა და უმყარესი ტრადიციების ერთგული, რომ შემოიკრიბნონ ერთად ეს, ასე ვთქვათ, უერთგულესი მორწმუნეები და ერთობლივად დაუპირისპირდნენ ვითომცდა მოსულ რაღაც სიახლეს. ისინი თვლიდნენ, რომ და ეს იყო არიანელთაგან ყველაზე გაბედული, ასე ვთქვათ, უგუნურებამდე მისული გაბედულების გამოვლინება, რომ წმინდა ალექსანდრიელისგან არიოზის წინააღმდეგ გამოთქმული დებულება, რაც საერთოდ საეკლესიო დებულებაა, რომ მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი და თანასწორი მამისა, აი ეს არის ვითომცდა სიახლე ქრისტიანულ მოძღვრებაში. ამაზე არის ყოველ წამს არიანელთა ხაზგასმა, რომ ვითომცდა ტრადიციულია იესო ქრისტეს აღმატებულად წარმოჩენა, მაგრამ არა ღმერთად, არა ბუნებით ღმერთად. ყველაზე უფრო უწინარესად ქმნილებათა შორის, მაგრამ თვითონაც ქმნილება. ესე იგი, ვითომც არიანელები იმ საზღვრებს იცავენ, რაც ყოველ არსს და ყოველ მოვლენას განეკუთვნება. მათი თქმით, უფრო დაფასება რაიმესი, რაც მისთვის შესაფერისია რა, იმგვარად ვემკრეხელურია, როგორც ვინმეს იმაზე ნაკლებ დაფასება, რაც მისთვის შესაფერისია. ამიტომ ისინი ამბობდნენ, ძეღმერთის დაფასება, ძეღმერთის პატივის მცემა, მისდამი თაყვანისცემა, თითქოს და მათ შორისაც, ესე იგი არიანელთა შორისაც, უპირატესია, უსაჩინოესია, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ჭეშმარიტი დაფასება სწორედ იმას ნიშნავს ზეღმერთისა, რომ გავაცნობიეროთ რა არის მისი ღმერთობა, მართლაც ბუნებითი ღმერთობაა თუ პირობითად ეწოდება მას ღმერთი, იმ გაგებით რომ ქმნილებათა შორის ის ყველაზე უწინარესია და ყველაზე ღირსეული. არიანელები თვლიან, რომ ნამდვილი პატივისცემა და თაყვანისცემა იესო ქრისტეს სწორედ ესაა, ჭეშმარიტად რა არის ის, ეს რომ ვიცოდეთ და იმას ვცეთ თაყვანი. რომ იგი არ არის მამა ღმერთის თანასწორი ამბობდნენ ისინი, ამით მამა ღმერთს და ბუნებით ღმერთს ჩვენ შეურაცხყოფთ და თვით იესო ქრისტესაც შეურაცხყოფთ, იმიტომ რომ იმაზე უფრო მეც ვაკუთვნებთ თითქოს და მას, რაც არის იგი. მაგრამ ამავე დროს ქმნილებათა შორის ამბობენ არიანელები ყველაზე უფრო აღმატებულად წარმოვაჩეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ასეცაა. ასე რომ ჩვენ ღირსებას განუკუთვნებთო, ამბობენ ისინი, მაგრამ არ განუკუთვნებთ უფრო მეც. იმიტომ რომ ამით ჭეშმარიტება იბღალებაო. აი ეს გახლავთ არიანელთა მზაკვრობის ერთ-ერთი გამოხატულებაც, რომ თითქოს და ისინი რაღაც კაფიო ერთგულებას იჩენენ ტრადიციისადმი, მათი აზრით ესაა ტრადიციული მოძღვრება, იესო ქრისტეს ქმნილებად შერაცხვა, თუნდაც ყველაზე აღმატებულად ქმნილებათა შორის ეს მათი დაჟინებული მითითებით არის თითქოს და ტრადიციული მოძღვრება და ამის ფონზე ვითომცდა ალექსანდრიის ეკლესიაში ეპისკოპოსს ალექსანდრე ალექსანდრიას შემოაქვს სიახლე, რომ იესო ქრისტე თურმე არიანელთა თქმით ქმნილებათა შორის უწინარესი და თვითონაც ქმნილება კი არ ყოფილა, არამედ ბუნებითი ღმერთი მამა ღმერთთან თანასწორი. აი ამას ამბობსო ალექსანდრეო აღშფოთებით გაიძახდნენ, ესე იგი არიანელები, როგორც თითქოს და სიახლეს. აი ასე გადააბრუნეს მათ საეკლესიო მოძღვრების ისტორია, სიახლედ დასახეს ის, რაც ტრადიციულია, რაც მაცხოვრისეულია, გამოცხადებითია და საფუძველია ქრისტიანული მოძღვრებისა, რომლის გარეშეც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა ჩვენ, რომ ქრისტიანული მოძღვრება არ არსებობს. თუ განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არ არის ბუნებითი ღმერთი, მაშინ ქრისტიანული მოძღვრება აბსოლუტურად აღმოფხვრილია, დარღვეული, არც ცხონებაა მაშინ აღსრულებული და ადამიანი კვლავ მარადიულად ჯოჯოხეთის ტყვეობაში ყოფილა შთენილი. ამიტომ სწავლება როგორც უმყარესად ტრადიციული კი არა, არსება საერთოდ ქრისტიანობისა, რომლის გარეშეც ქრისტიანობა
საერთოდ შეუძლებელია რომ არსებობდეს, აი ეს დასახეს მათ თითქოს და სიახლეთ, ხოლო ის რაც ამ ყოველივეს დამამხობელია, ვითომ რა თქმა უნდა ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვერ დაამხობს უგეთურება, მაგრამ ყოფითად, ლოკალურად, გარკვეულ შემთხვევებში დამამხობელი ცალკეულ პირთა, გაუკუღმართებულ პირთა გულებში, რაც აი ამ ჭეშმარიტების დამამხობელია, იესო ქრისტეს ქმნილება და აღიარება, თუნდაც ყველაზე აღმადებულად ქმნილებათა შორის, აი ეს დასახეს მათ არიანელებმა პირიქით, ვითომაც და ტრადიციულ მოძღვრებად და ამ ტრადიციის ერთგულებად და თითქოს და ახოვან მხედრებად ამ ტრადიციის დაცვისა წარმოაჩინეს და დასახეს თავიანთი თავი. ასეთი არიანელობის აღმოცენების პირველ საფუძვლები აქ შემოდის სხვადასხვა საკითხი უკვე საკუთრივ თეოლოგიური ასპექტისა, რასაც ისინი თანდათანობით ავრცელებენ მასობრივად, მაგრამ ამ ყოველივეს შესახებ ჩვენ ასევე თანდათანობით შემდგომ შეხვედრებზე ვისაუბრებთ. ამჯერად ამით დავამთავრებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.